რომში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დგას ადამიანის ხელით შექმნილი ულამაზესი ქანდაკება პიეტა, ყველაზე მტკივნეული და მშვენიერი ქმნილება კაცობრიობის ისტორიაში. მიქელანჯელო მხოლოდ 24 წლის იყო, როდესაც ფლორენციის მარმარილოს ბაზრობაზე იპოვა ქვა, რომელსაც 12 წელი ყურადღებას არავინ აქცევდა. და ამ ქვაში მან დაინახა დედა, რომელიც საკუთარ შვილსა და კაცობრიობის მხსნელს, მაცხოვარს გულში იკრავს. მიქელანჯელომ ქანდაკება ფრანგი კარდინალის ჟან ბილერის საფლავისთვის შექმნა, ხოლო კონტრაქტში საკუთარი ხელით ჩაწერა. პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერც ერთი ხელოვანი მასზე უკეთეს ვერაფერს შექმნის. ღვთისმშობელი მარიამი აქ დაახლოებით იმავე ასაკის არის რამდენისაც ქრისტე, რაც მარიამის მარადიული ქალწულებითა და უბიწოებით აიხსნება. სწორედ ასე გამოხატა მიქელანჯელომ ღვთისმშობელის სულიერი და სხეულებრივი სიწმინდე. ქრისტეს სხეული უსიცოცხლოდ არის დედის კალთაზე მისვენებული, მაგრამ ისეთ სინათლის და სიმშვიდეს ასხივებს, გრძნობ რომ სიკვდილი მას ვერ მოერია. ეს არა დასასრული, არამედ რაღაც დიადის დასაწყისია. მარმარილოს სიჩუმეში მიქელანჯელომ კაცობრიობის მიერ განცდილი უდიდესი ტკივილი, დედის მიერ შვილის დატირება აჩვენა სიყვარულის სიძლიერით, სიყვარულით, რომელიც სიკვდილსაც კი ამარცხებს. პიეტა ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა. შექმნილია მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ, ფლორენცია. პიეტა მხოლოდ ქანდაკება არ არის, ეს არის დედის სიჩუმე, რომელიც გულს აჩერებს. ეს არის ტკივილისა და რწმენის შერწყმული სილამაზე, ქვაში გაცოცხლებული ღმერთი.